ხალი როდესაც იწყებს ზრუნვას, გადადის დედობაში. მამაკაციც აძლევს უფლებას, რომ გადავიდეს დედობაში, იმიტომ რომ როდესაც აი კიდევ იქ ბრუნდებით, როდესაც სეპარირებული არ არის მამაკაცი დედისგან და შედის ურთიერთობაში და პირველი ეფექტი, როდესაც გადაივლის აი ეს ვნების, თაფლობისთვის, აი მომძლავრებული ლიბიდოს და ასე შემდეგ, მერე ეს ქალბატონი მისთვის ხდება დედის შემცვლელი, ესე ვთქვათ. მერე წამოგორდება. შეიძლება საჭმელი არ მოეწონოს, უკმაყოფილო გახდეს, იბუზღუნოს, იწუწუნოს, რაც საკეთებდა დედასთან. კულტურული განსხვავებები, რომ რატო არიან თუნდაც ბრიტანეთში, ესე ვთქვათ, სეპარირებულები, რატო არიან ემოციური ინტელექტი უფრო მეტად რატო აქვს განვითარებული, ვიდრე ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ ამას არასდროს არ გვასწავლიდნენ და მამაკაცებს ეს პრობლემა ძალიან დიდი დოზით აქვთ, რომ ვერ ახერხებენ გამოყოფას და ეძებენ ჩამნაცვლებელს და კიდე მეორე პრობლემა, როდესაც ურთიერთობას ასრულებენ მომენტალურად ეძებენ ახალ ურთიერთობას. ჩამნაცვლებელს, ესე ვთქვათ და ეს არის ძალიან არასწორი. არ და როგორ მნიშვნელოვანია, რომ გამოშუშტე ურთიერთობიდან. მნიშვნელოვანია, რომ ის გზა, რასაც ქვია, დაშორება, განშორება, გამოთხოვება, ეს შენ მარტომ უნდა გაიარო. ეს ტკივილი შენ მარტომ უნდა გაიარო და ამის ესე ვთქვათ, წამალი დღესდღეობით არ არსებობს და ძალიან კარგია, რომ არ არსებობს, იმიტომ რომ ეს ტკივილი შენ გზრდის. უნდა გადახარშო კი. და უბრალოდ ამას მამაკაცები ამ ტკივილისთვის არ არის ამზად და მომენტალურად ეძებენ, რომ დაუშვათ ვიღაცას მიწერონ, ვიღაცას შეხვდნენ, დეითი დაუნიშნონ, რომ ეს გადაიტანონ, გადააგორონ და შეიძლება ის განცდები, რაც იმ ქალის მიმართ ჰქონდათ, ავტომატურად გადავიდეს ახალი პარტნიორის და იგივე წრე განმეორდეს, იქაც მოხდეს დაშორება და მამაკაცი ტრიალებდეს მუდმივად ამ წრეს. პრინციპში გოგონებსაც ხშირად გვემართება ეგ, რომ მე თვითონაც ჩემ შემთხვევაშიც ესე ყოფილა, რომ გამოშუშებას საშუალებას არ აძლევს შენ თავს, ეგრევე იწყებ რაღაცა ისე აეწყო. გაყუჩებას. გაყუჩებას, ხო?